გამარჯობათ. მოგესალმებით. დღეს შეგაწუხეთ რამოდენიმე წუთით. მინდა რომ წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები. კობა კანთარია. ალბათ ცნობადი სახეა ზუგდიდში და ყველა იცნობთ ალბათ პიროვნებას. სპეციალისტია. ბოლო მისი სამუშაო ადგილი რაც თავარია ზუგდიდელი. მისი ბოლო სამუშაო ადგილია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამშობლო ზემოსვანეთის რეგიონალური მენეჯერი. როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ წარმატებული მენეჯერი გამოდგა წყალმომარაგების კომპანიაში. და მისი მუშაობა მიიღო მაღალი შეფასება. ჩემი გადაწყვეტილებით მე ასე ვარჩიე, რომ კობა კანთარია დამეიშვა ჩემს მოადგილედ. ხვიჩა ჯიშკარიანიც რეგიონისთვის ცნობილი ადამიანია, რომელმაც ძალოვან სტრუქტურებში წლების განმავლობაში მუშაობდა. ახალგაზრდობის განათლება დამთავრებულია უნივერსიტეტი ჯავახიშვილის. ბოლო მისი სამუშაო ადგილი იყო რეგიონის პარტიის თავმჯდომარე იყო და ისიც თქვენთვის ცნობილია, რომ მისი ხელშეწყობით, მისი შრომითი დამუშავებით შედეგიც დადგა კოალიციამ რეგიონში გამარჯვებით დაამთავრა ეს არჩევნები. ხვიჩა არის სენაკელი ადამიანი. ერთი რამ მინდა ყველას აუხსნა, რომ ეს არის რეგიონი და ის ადამიანები, რომლებიც მოემსახურებიან რეგიონს, ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ვიზე გავაკეთებ აქცენტს, თავარია ჩემთვის შრომის უნარიანობა, ერთგულება ჩემთვის კი არა, რეგიონის მიმართ, თორემ ჩემთვის ერთგულება მე არ მჭირდება, მე მჭირდება მათი მუშაობის ხარისხი. რას გააკეთებენ, რას შემოთავაზებენ და რა თქმა უნდა ნოვაციებს შემოიტანებენ რეგიონში, რათა ადამიანების მიმართ გამოიჩინონ ადამიანური ურთიერთობა ჰქონდეთ, კომუნიკაციები ჰქონდეთ თქვენთან პირადად, მასმედიასთან და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან. ჩვენი მხრიდან ძირითადად ყურადღება მიექცევა დასაქმებას, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნას. ამისდით ჩვენ გვეგმავთ ინვესტიციების შემოდიდებას, ხელს შევუწყებთ საერთოდ ზოგადად ინვესტიციების შემოსვლას და აგრეთვე მივხედავთ მიმდინარე და აწი უკვე განსახორციელებელ პროექტებს. და კოორდინაციას გავუწევთ ამას. სხვა მხრივ ზუგდიდელი კაცი ვარ, დაბადებული ამ ქალაქში და გაზრდილი და მოხარული ვიქნები თუ რამე წვლილს შევიტან ამ რეგიონის ზოგადად მოსახლეობის ყოფაში და მათ სიცოცხლე მათ ცხოვრების გაუმჯობესებაში. პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა მოვუხადოთ ჩვენთვის ასეთი ნდობის გამოცხადებისათვის. შესაბამისად მალე მივიღეთ დავალებებს ხალხის კონტროლიზირებიდან და 20 საათიან რეჟიმში დავიწყოთ მუშაობას. პრიორიტეტი მაინც იქნება ადამიანების დასაქმება.